გაუმარჯოს მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. რა ვახარ დაშო, ხო ხართ, მაგრამ ხო ხართ ხოძე. ხოძე არიან აბა რა იქნება. აბა რა იქნება. შესანიშნავი ამინდი, შავებში. Men in Black-ი, ემები, ამბები, წვერები ადგილზეა. სამედი ხარ თუ კაც უნდა დაწერო სახაუცე. რა ხდება? ქორწილში მეგობრებო, ქორწილში. დღეს ჩვენ გადავიღებთ რას? Behind the scene. Oh my god. ანუ რამდენად behind the scene გამოვა არ ვიცი. მაგრამ ქორწილში მივდივარ ჩვენ შევეცდებით. გავერთობთ რა. გაჩვენებთ როგორ ხდება იქ ამბები, რას ვაკეთებთ, როგორ ვიღებთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი, მაქსიმალურად შევეცდებით რომ ეს გადმოგცეთ. რა ეხლა რამდენად გამოვა იქ, სად შეგვეძლება გადაღება, სად არა, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ თავარია რომ შევეცდებით. ჩვენ ვეცდებით. ან მინიმუმ აპდეიტებს მოგაცვით. რა სად გავდივართ, რატო გავდივართ, რისთვის გავდივართ. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება, იმიტომ რომ ალბათ ბევრს დაინტერესებს მსგავსი თემა. თუ არ იქნება საინტერესო, ხო? არა უშავს ეგ. ეგეც არა უშავს. სადღაც საათნახევრის გზა არის მეგობრებო. ეხლა დაგვრჩა საათი და 20 წუთი დაახლოებით. მაგრამ ამერიკაში ამ გზას ისე ადვილად და ისე მალე ფარავ, რომ საერთოდ არ იგრძნობა ეს დიდი მანძილები, ასე რომ ეგეთი ამბები. ნახე ეხლა სამივდივარ, ჯერ მივდივარ პატარ ძალთან სახში. შენ დარჩებ მანქანაში. მე დავუშვებ აი გრამი და ორი კაცი ხორშე. ხო, ორი კაცი ხორშე, სიცხვილი. ორდებული პატარ ძალა ყოფილა. მერე ცერემონია იმართება ეკლესიაში, ომარიკო, ეკლესიაში შემოდი, არ მოგეცდები. ეკლესიაში და მე მივდივართ რესტორანში. ო ეს ეკლესია რა დიდებული. ხო, რა ვითომ როგორი მარტივი ამბავია, მაგრამ მაგრამ ნახავთ როგორი მარტივი არ არის მეგობრებო, თქვათ ეგრე არ არის საერთოდ. რაციებით ვიქნებით შეიარაღებული დღეს. რადიო გადამცემებით, იმიტომ რომ ხვდებით იქ ეხლა. ომა რა ხდება, ძმა, არის კარგად ხოდია იქ, ანუ კადრში კარგად ძის პატარ ძალე. მე ვეთქულაშა, everything is okay, man. Everything is good. Everything is good. Very good, very good. ხო, დღეს ვაკეთებთ highlights. ანუ ვიღებთ highlights. Highlight ვინც არის ეს არის პატარა მოკლე ვიდეო რა, 5 ეპიზოდი 7. ანუ ლამაზი საინტერესო მომენტებით აღჭურვილი ვიდეო, ხო, დახუნძული. ხო, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვიღებთ, ანუ ცერემონიას პლიანად გადავიღებთ, რაღაცებს პლიანად გადავიღებთ და მერე იქიდან ამოვჭრით. და რატო უნდა გადავიღოთ ეგ? იმიტომ უნდა გადავიღოთ მარიკო. არის სად გაახსენდებათ იმათ რომ მოგწერენ მე ლაშა. ცერემონია ხო არ გაქვთ პლიანად გადაღებული ბიჭო. არა, მაიტა ეგეც გამოუშვითო. მაიტა ხა ეს $500 დაკიმანტებ ეგეც გამოუშვით. გამოუშვით. მარტო ვიდეო? მარტო ვიდეო. 1000 იყოს. $1000 გამოუშვით და გამოუშვით. შევედი ტუნელში. ნელა. ეგ არის. წავალთ და მე ომარიკო გააქცევს. ხო, მე გავაქცევ. აბა თქვენ შეხვედრებთ. მეგობრებო, მოვედით დანიშნულების ადგილას. იმედი მაქვს, ეს ადგილია. იმიტომ რომ თავიდან რაღაცა GPS-მა აბა აჩერე. ზარია. დაგვაბნია. არა მოვაგენი. ხო. ლაშა ეხა ემზადება. გამზადი გიმბო. პატარ ძალთან მე უნდა შევიდეო. ორი კაცი ხო არ შევართ, ხო და? გადაიღებს. ხო ლაშა. ეგრე ვიზა. ეგრე უნდა ქნა, აბა რა უნდა ქნა. გადავიღე. გადაიღე, აბა რა უნდა ქნა ლაშა. აი ეს ადგილია რა. მე აქ დაგელოდები ლაშა. აზარია. არ იჩქარო ლაშა. ეს ხო გვაქვს. რა გვაქვს? ეს ხო გვაქვს, აქ უნდა დადო. მაგრამ ეს არ არის სწორი ზედაპირი, მაგრამ უნდა დადო. არ უნდა სწორი ზედაპირი ლაშას. ჩართია ბალაშ. ოი, ტანკა. აჰა, ჩახსნა, გაიხსნა, გადახსნა. დაიბო, შე ეგ არის ბრატ. ეგ არის ბრატ. ბრატ ხო ბრატანიანი. კაი, კარგად იყავი ძმა. წავედი მოკლედ. კაი, მე აქ ვარ რა. ტელეფონი ხომ მიგაქვს? ვინ რო დამიშვას დაგირეკო. კი, ამ დაგიშვებეთ დამიდე. დაგიშვი ხო? კაი, აბა წარმატებები ძმა. მოკითხვა იმას. აქვია, ხო? მეგობრებო, მარტო დავრჩით. ლაშა მანქანის გასაღები არ დამიტოვა. ჩავიხუთები მანქანაში ხა და ლაშას ნაბუნზე იყოს ხა ეს ყველაფერი რა. არ შეიძლება ძმა. ლაშორის კაიამინი გამოვიდა დღეს. გუშინ წვიმა იყო ცოტა რა. ჩვენ მხარეს. ანკეთ კაიამინია. კარგად დაცხა. რამდენი გრადუსია ბიჭო? 27. მე გადავები ძმა 27 უკვე ცხელათო. იმედია მალე გამოვა ხა ლაშვარდი და აქედან მივდივართ მერე ეკლესიაში. იქ იქნება პირველი ნახვა სად იქნება ბიჭო? აუ დღესაც თუ იტირა სიძემ
აი არ ვიცი რა. რამდენ აი 4 ქორწილში ვარ ხო უკვე ნახოთ 2-3. სამივე ქორწილში ბიჭო ტირიან რა გატირებთ სმა რატო? თუ არ გინდოდა ცოლის მოვა ვინ გაწალებდა? აი არის ძმაო რა ვიცი ხო. მოკლედ აქედან წავალთ ახლა. მე იქ 10 წუთის გზა არის ეკლესიამდე. თითქმის ნახევარი გადასაღები რაც გვაქვს იქ გადავიღებთ, შეიძლება ნახევარზე მეტიც იქ უნდა გადავიღოთ და შემდეგ უკვე მივდივართ იქ რა, პურიჭამაზე. უმარიკო, რა მოხდა უმარიკო? რა მოხდა გამგუდა მანქანაში. გასაღები წამყვა თან? რატო? მე რავი რატო. რას მიკეთებ უმარიკო? მე იქიდან დისტანციურად დამიქოქა. ხო დაგიქოქე უმარი? ჩართო ფეჩი. ფეჩი ხო ჩაგირდა უმარი? მე კარები ჩაიკეტა. კარები ჩაიკეტა. გავაღე. სიგნალიზაცია ჩაირთო ყვირის 10 წუთი. ლაშა სად არის? პატარძალთან იღებს ლაშა. ანუ ვიდეოს იღებს, ხო მეტი რას იღებს. მეტი რა უნდა გადამეყო. წავედით ახლა მოკლედ ეკლესიაში. როგორც გავიგე, უმარიკო ეკლესია არის ძალიან ბნელი. ოპა. და ის არის რა ცოტა ისეთ თემაა რა, მოკლედ, მაგრამ მიუვალთ და ნახავთ ახლა ყველაფერს. აზე არ ვაზა. შევიკები და გახსნა. მორჩა ცერემონია, უმარიკო, როგორი ბედნიერი ხარ ცერემონია? მაგარი ძმაო. უბედნიერესია უმარიკო ცერემონიით. დაქორწინდნენ, შევესწარით, დავესწარით. შეუღლნენ. ხო, შეუღლნენ. ახლა მივდივართ reception-ში, ანუ რესტორანში, სადაც პურიჭამა. პურსას შეჭამენ იქა. ხო. და მე დრო გაფრინდა მეგობრებო. დრო, მაგრამ დრო, ავი, უკვე 7 საათია. არა, ისე უმარიკოს ვენასვლა ცოტა ვაგვიანებთ ახლა, მაგრამ ბავში ჩვენ რა შუა ისენი გაწელეს, არ მიყვებიან ბილმას განრიგს. მიდი და უთხარი, ძმა, მე მიდი და უთხარი. არა ვიანებ რას ქვია, თუნთულა ქალებს მიყვებით ახლა ფოტოგრაფებს. ფოტოგრაფებს მიყვებით. ვაშამ გზა არის ის და. ანუ ნავიგაცია მაქვს, მაგრამ არ მუშაობს აზრი. ვენიუ. სტოპზე უნდა გაჩერდე ლაშა, ახლა მეორე რა უნდა გასწავლიდე ამას. თან რო გვიჩქარება, თან არ გვიჩქარება, რასაც ეწევა. ვარ ფილადელფიაში რა. 100 რა. გააკეთე უმარიკო კომენტარი. ვიჯო. მაგარი უთავბოლო ტიპები რა. მოხსეს, ანუ ყოველი ქორწილის წინა დღეს იგზავნება ხოლმე ჩამონათვალი რა, პროგრამასავით. არაფერი არ აქვს დაგეგმილი, არეულდარეულია, მე და ლაშა ხავ ზივართ, ყოველ წამს ვართ მოლოდინში, რომ აი ეხლა დაიწყება რაღაცა. პასუხს ვერცერთი ვერ გვეუბნება ნორმალურად, ანუ რო გკითხოთ, აი რომელ საათზე რა იგეგმება, არავინ არაფერი არ იცის. ზივართ ეხლა ესე აქ ჩვენთვის წყნარად და ველოდებით იქ თუხთუხს. მოდის დაიწყება. იქნება თუხთუხი? არ ვიცი, გამზადებული ყველაფერი გვაქვს იქით. კამერები დავალაგეთ, განათება წყობშია. მაგრამ რა ვიცი, აბა როდესაც დაიწყება არ ვიცი. პრინციპში 2 საათნახევარი დაგვრჩა ჩვენი დრო რა, ანუ სამუშაო დრო 10 საათამდე გვაქვს, 10 საათამდე უნდა ვიყოთ აქ. რავი, დრო მიდის, მაგრამ არაფერი არ ხდება, რა ვიცი. დრო მიდის, დრო აღარ ბრუნდება. ლაშა ძალიან ნერვიულობს. მაგრამ მე ლაშასი მესმის ატომაც ნერვიულობს. განცდაში ვარ, გაიგე შენ. ახე როგორი ამბავია რა. აი როგორც კი მოეშვები ამ თემაში. ეგრევე ყველაფერი უცხო. რა ვიჩქარეთ ბიჭო აქ მოსასვლელად? აბა ჩემ, კინაღამის გავიტანეთ რა ქვია. ციყვი. კინაღამ ციყვი გავიტანეთ, მაგრამ რა თქმა, მოვედით და არაფერი არ ხდება. განათება გვაქვს სასწაული. სიკუთლეში ვართ. აი ესეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. პირველად რომ შემოვედით ამ შენობაში და ხალხი ისე იჯდა. მეთქი სასადილოში ხوار შევედით მეთქი შემთხვევით რა. ანუ თავისთვის რაღაცნაირ უსისხლობელი ტიპებია. ისე ომარიკო მაგარი არ გიმართლებს, უკვე მე რამდენი ქორწელია, მე-4 ქორწელია და ყველა ერთმანეთზე ვარ ეს. სამწუხაროდ. არა, არა უშავს, კიდე არის დრო. მაგრამ გამოცდილება იქიც ლაშას უნდა. ყველა ვერ იქნება ეხა კაი ქორწილი. მეც ასე დავიწყეთ, ასეთებში დავდიოდი. მე განვითარდი და მაინც ასეთებში დავდიოდი. ნუ რას იზავ, სამსახურის აიგარი რა. აჰა, ომარიკო ყვავილები მოგიტანეთ. იმენა სერიოზული ვიდეოგრაფები ვართ, მე ვიყო ფარჩალი ვიყო, ნახე რა ვარდია, ბიჭო, ხელოვნურია ნახეთ, ანუ უსუნო მეთქი რა უნდა უსუნო, სუნი არაზნის. ხელოვნურია როგორც ესენი, ბიჭო. მაგარი ფაზა. ცერემონია კაი იყო? ბიჭო, კი. პირველად ვიყავი რა, მსგავს ცერემონიალს, რა, ცერემონიას. კაი. გალობა მომეწონა მაგრით. მოგეწონა? კაი იყო. მე არ ვიცი ახლა აქამდე არაფერი მომხდა და აწირა მოხდება, მაგრამ ნუ რაც მოხდება, განახებთ არ გამოგაყარებთ, შო კამერა თან გვაქვს და ომარიკო იღლაბუცებს რაღაცეებს. ლაშვარდ სპილბერგი
საფერჯელოები იყო ომარი ტიროდაზე. ტიროდი კი არა, ძლის მომასული არა ლაშა ძმა. გავაჩერე. ისე რა ბედიკო, წინა ქორწილში DJ-მ გაურია, ვერ გააკეთა რაღაცეები. ბიჭო, აქაც რაღაც ხარვეზები ქონდა, ხო? მაგარი. DJ-ობა ხო არ დავიწყო. შენი ხავი MC, შენ აცხადებ რა და მე ისო. შენ დისა. ზარიანი. შეწეღან მოვიდა ვიღაცა. რა გინდა თუ აქ, ბიჭო? ნახსად შემადებინეს ეს. დამპალე ღორო. ეხა იწყება მეგობრებო, თუხთუხი, ცეკვები რა. რა თქმა უნდა გაჩვენეთ ამ ყველაფერსაც ახლა. ხო, შენ მაგ კამერით იმუშავე, ხო? ჩვენ რა, კლასნა მეგობრებო. კი. შემოვარდე მეს დენს ფლორზე? არა, შენ არ გინდა შემოსულ. შორდენ გადაი. მე გიმბოლით იმუშავე, ხო? კი, გიმბოლით იმუშავე. ეს ვის ჩანთებია ლაშა? ეს ფოტოგრაფია. ფოტოგრაფია მივთვისოთ? არა, არ უნდა ზემოთვისო გათქვინდა, სხვისი რა თქვინდა. მინდა ჩემი მაგრო ფრანტ ჩემი. ეს რა არის, მან სახატავი რეულებია, მივახატო რამე? გას. აი ქვევიც. აი ეს არის მაგარი ბოროტი კაცი ძმა. არა თვალებში არ ეთქობა რა ბოროტიცა. მაგარი ბოროტი ადამიანია ძმა. მოდის და რაღაცებს გველაპარაკე. რა უნდა რას გველაპარაკე? მაგის გასდილი ვარ რომ ველაპარაკება? მოდი, დავიდეთ. წავედით. მოკლედ აი როგორი ამბავია. შევედით? წამოოქედით. სერიოზული ვლოგაობა მიდის აქ. ლაშვარდი ხოძეა. ნახე რა გიმბოლი აქო. რა? გიმბოლი გაგუფუჭდა. გიმბოლი გაუფუჭდა ლაშას და უნდა მიაბრუნოს ახლა უკან. ფათაშორის მეორე გიმბოლია უკვე DJI-სგან. აიცა. არ შენი ხმა მე მგონი კარგად ისმის იმედი მაქვს. აი ამაშია შეიკ. ანუ ეს მოირყა რა. თან არა და აუხმარო ხოლმე. ძლიერ ლინზას და რაღაცას. სულ პატარა ლინზები მიყენია ხო მაინც არის. ეს რა ჩემი ფეხებია ძმა. ჰა? განათება. განათება კი აფრთხილად იყავე, ლაზერი არ იყოს არ დაგიწვას. არა? არ გედაობარი. შენ ეგეთები გესწავლება, ეგ უნდა მითხრა. არა, გამასახა მაგისთან ლაზერია, გააქვს მაგისთან. რა იცი რა ხდება? ადი გამადები. ლაშა ნახე რა ვიცია თო ახე არა პროფესიონალია ბიჭო ნახე კულტი დადის განათებას არეგულირებს ყველაფერი დაგჯიპით შეხედეთ ნახე როგორ გადის თო ხა გათიშოს ნახე გაუფუშდა ელემენტი დაუშდა უეჭვი ნახე ანერვიულდა ლაშა არ შემარცხვინა ლაშა აჰა გათიშა აუმუშავდა ანუ ახლა სანამ იმას დაწევთ რომ უკეთესი განათება არ გაქვთ თუ აი უბრალოდ გახსენე აი რა გავანათოთ ამის დედა რა გავანათო ნაძვის ხევ არ ძმა რა არის ბიჭო ხო და ამიტომ ვიყენებთ აი ეს პატარა პანელს ხავს არ გადაუ გიმბოლ რა ახე ძმა ო ვაკეთებ ჰაილაიტს რა ჰაილაიტებს ვაკეთებ კიდე რამე თქვი რომ გავიმეორო ვიღებ ცოტას რა ცოტას ვიღებთ ძალიან გადაღება ძალიან არ არის საჭირო და ცოტას ვიღებთ კოპირაიტი თუ დამედო და ამას DJ-ს ხო DJ-ს ვაგინოთ კოპირაიტი კაი ბრატ დავედი მუშაობ კაი მიდი ძმა მიდი მე რას მიყურებ შემიდი მუშაობ ცოტა პროფესიონალური სახე მიიღე ლაშა დავასრულეთ მეგობრებო ქორწილი ომარიკო დასრულდა ომარიკო არ არის რა ძმა რა ვერ წავიყვანე კაი ქორწილებში დავდივართ იმა პიონერები ეგ არაც არა რა გაეწყო არც ნუ კაი ის იყო რომ მალე ადრე გამოვიდეთ ერთ საათად ხონდო რაფერი არ ხდებოდა რა ანუ არც ცეკვავდნენ ერთი და იგივე სახეები იდნენ იმ საცეკვაო მოედანზე ძალიან მუდოის იყო რა მოგითხრით ანუ მეფე პატარძამას თუ არ აგიბა მხარი სტუმრების თუ არ იყვნენ აქტიურები იქ DJ-მ თუ არ გაახურა ის მთელი თემა და ასე შემდეგ არაფერი არ გამოვა არა ხო მას შოვლები ის ანუ ეხა ოპერატორი მივიდეს და აბა ეხა ალდექით იცეკვეთ ან რაღაც არა
ანუ რაც ხდება შენ იღებ იმას და თუ აი ამ ყველაფერმა შენ ხელი არ შეგიწყო ნუ რა გაეწყობა ისე ახლა ომარიკო ხომ ქართული ქორწილებს ბევრი ხშირად არ ვარ ნამბარი მაგრამ ძალიან განსხვავდება ქართული ქორწილები კი ძალიან სხვაა და ერთი დადებითი მხარე თუ შეიძლება თუნდაც აი ესეთ ჭალებში ცუდ ქორწილს დადებითი რა შეიძლება კონდეს ის არის რომ მაინც შენ ნერვებს არავინ არ გიშლის კამერა გაწიებ რა ნუ მიიღებ ბიჭო არა ხო ანუ კულტურული ქორწილები აქვთ რა ანუ არც ზედმეტად თვრებიან მეგობრო აი რა ვიცი მეხუთე თუ მეოთხე ქორწილია რაც ვარ და მაშამ კიდე რამდენია გადაღებული არ ყოფილა რა ეგეთ შემთხვევა არც არავინ twins არ ბურღავს არც არავინ არ ცემს ერთმანეთს ჩუბი მე რავი 5 წელი ამ საქმეს ვაკეთებ ერთხელ არ შემხვედრი ერთადერთი რაც არ მომეწონა ამ ქორწილებში ეს არის დაწერილი სადღეგრძელოები რა ანუ სტენდაპივით გამოდიან და კითხულობენ აი ესე ფურცელი უჭირა და აი რა არის ბიჭო სადღეგრძელო და იყოს გული და ნამუსული ჩემო ბაშო ხო გული და ნამუსული რა თუნდა მაგათ რა თუნდა ბიჭო დაწერო ეგ ახლა ძმა შენთან ტრადიცია აქ არა აი და ეგ ერთადერთი ეგ არ მომწონს დანარჩენი რავი ჩოლებრივი კაი კულტურული ერთმანეთს არ აწუხებენ ერთობიან რა ვიცი ისეთ ცერემონია შენ გარეთ ცერემონიაც ნახე და ახლა შენ ცერემონიაც ნახე მაინც რომელი გირჩევი გადასაღებად თუ არა ახლა ვიზუალი გადასაღებად გარეთ უფრო მეტი სივრცე გაქვს ხო კი გადასაღებად გარეთ ამასობაში მეგობრებო ჩვენ არაფერი არ გვიჭამია მთელი დღის განმავლობაში სანამ გავჩერდებით ახლა შევჭამთ ბალახი მე წავალ სახში ბალახი ვჭამო მაგრამ მადლობა რომ ვიყურებდით არ ვიცი ახლა რამდენი საინტერესო გამოვიდა იმედი ვქონდა მე და ომარიკოს რომ საინტერესო ვიდეო გამოვიდოდა მაგრამ ქორწილმა არ შეგვიწყო ხელი რა ну ესეც ამ საქმიანობის შემადგენელი ხო, ესეც ეს არის ახლა ჩვენ ვიდეოში არ შეგვიწყო ხელი თუ არა ქორწილი გადაღებულია ჩემოდანში ჩაბარებული არა გადაღებული ჩაბარდება ერთში წავით ახლა სანამ გავჩერდები ვჭამთ აბა ჰეთ და აბა მეგობრებო დროებით ლაშას არხი გამოიწერეთ აუცილებლად ომარიკოს არხი აღწერაშია მადლობთ აბა თქვენიც აბა ჰეთ და აბა ho Peace, amigos. In a quarter mile, keep left to stay on I-476 north.